ნოიჟორდანიას ევგენი გეგეჭკორის, აკაკი ჩხენკელის და კონსტანტინე გვარჯალაძის პირადი ფონდები უნიკალური მასალა ნევილისა და ჰარვარდის კოლექციებიდან დღეს თბილისში პირველად გამოიტანეს. პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების მასალა საქართველოს ეროვნულ არქივში გამოიფინა. უნიკალური მასალა უკვე დაათვალიერა მომის კორესპონდენტმა ქეთი ბოჯგუამ, რომელიც პირდაპირ ეთერში ჩაგორთება. ქეთი, გისმენთ. საქართველოს ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზში უკვე ხელმისაწვდომია 100,000-მდე დოკუმენტი, რომლებიც მოიცავენ 1918-90 წლებში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის 5 წევრის პირად არქივები. ეს არის დოკუმენტები, სადაც არის დაცული ძალიან მნიშვნელოვანი მასალა ოკუპაციის შესახებაც და სწორედ ოკუპაციის კვირეულს დაემთხვა ამ ფონდების გახსნა. მაგალითისთვის მე გეტყვით, რომ ერთ-ერთ დოკუმენტში საუბარია იმაზე, როგორ და რომელი გემით გადაიტანა საქართველოს დევნილმა მთავრობამ ეროვნული საგანძური და თუ როგორ ჩაბარდა ისე თვიმეთა ყაიშუს აქ არის პირადი მიმოწერა, მათი წერილები, ნაშრომები, ასე რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული დოკუმენტაცია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ დოკუმენტებს, რომლებიც საისტორიო არქივმა მიიღო 2002 წელს. ეს არის ის დოკუმენტები, რომლებიც შეიქმნა საზღვარგარეთ უკვე ემიგრაციაში ყოფნის დროს საქართველოს ეროვნული მთავრობის და მოიცავენ პერიოდს 1930-დან დაახლოებით 1990 წლამდე. დოკუმენტების უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მასში ასახული არის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ფუნქციონირება, მოღვაწეობა, მისი კონტაქტები უცხოელებთან. გარდა ამისა, დოკუმენტების ნაწილი შექმნილი არის უკვე საფრანგეთში ემიგრაციის პერიოდში და აქედან გამომდინარე თითოეულ მათგანს დიდი ინტერესით ეცნობიან ჩვენი მკვლევარები. ასე რომ ემიგრაციის არქივი და ხელმისაწვდომის სხვა დოკუმენტებიც 2011 წლისთვის უკვე მკვლევართათვის გახდება მთლიანად ხელმისაწვდომი და ამ პერიოდშივე დასრულდება არქივის დამუშავება. ამჟამად, როგორც უკვე გითხარით, 1918-90 წლების განმავლობაში საქართველოში და ემიგრაციაში მყოფი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის 5 წევრის პირადი ფონდი მთლიანად ხელმისაწვდომია. მადლობა ქეთი ბოჯგუა გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.